რაზე გეგეცინა ხმაში? ეს ხმაშას. ახმამაღლავს უნდქავ? ხმამაღლავს უნდქავ ხო შეამჩნია. მაიმიტოზი ხარ მიკროფონისგან შორს. კო, თამე ძალიან მიყვარს ისინი შეპები. კოკა-კოლა ჩერისთან ერთად დაიწყე კი. მაყურებლებმა გითხრეს რომ ყინულები ჩაყარეთ რომ უფრო მოგვინდესო და მე მიყვარს უფრო მოწადინებულები რო არიან რეკლამა. როგორ უხარიათ რეკლამა. მე ჩვენი აუდიტორია სხვა. შენ ქონდა ის გავლენა ბავშვობაში რომ იმ საღლჭი რეზინების რეკლამები რო იყო და ორი სალი რო იყვნენ რა გოგონები. ხო. მეგონა რომ ორი უნდა დამეყეჭა. კი, Wrigley's Spearmint Double Mint and Juicy Fruity. ხო, არ ვიცი რომელი. ზოგადად არ მიყვარს ძალიან რაღაც რო ხვდები რომ ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ვიღაცა რეკლამში კმა ყველაფერს მაგიტო ვაკეთებთ. ხო, და ერთ-ერთი არის მე ძალიან მიყვარს საუზმეზე ფორთოხლის წვენი რა და აი ესე ვფიქრობდი რომ მეთქი აი ვინც ეს გამოიგონა ცხოვრება იცის თუ რაღაცა მარკეტინგის იმან მენეჯერმა თუ გავირას ამბობ? არა, ფოთოხნის წვენი რომ უნდა დალიო საუზმეზე. ვიღაცას ქონდა ძალიან ბევრი ფორთოხალი და უნდა გაეყიდა და მივიდა იმასთან. რომელიღაცა მარკეტინგ კომპანიასთან და მაგათმა მოიფიქრეს რომ აი დილით ფორთოხლის წვენის დალევა ძალიან კარგია. ყველაფერი ეგრე არა, ამას შენ იცი რომ უზმოზე არ შეიძლება მაგია, შაქარსაგდებს. მაგრამ იმაზეა კარგი პახმალიას. მოკლედ ძალიან რაღაცნაირი კვირა მქონდა რა, ცოტა რა ხდება საერთოდ. მომიყევი და მე შეგიფასებ მიდიება. აი მე გეტყვი იმას რომ გადავწყვიტე რომ უფრო აქტიურად გამოვიყენო dating app-ები, ანუ აპლიკაცია, გასაცნობი აპლიკაციები. და ანუ ძალიან ბევრჯერ უკვე მიყოლებით შემხვდა ან ვიღაცის ქმარი, ან ვიღაცის შეყვარებული. ერთმა მომწერა, რომ შენი Instagram-ი მითხარიო და ვუთხარი. და ვაიმე ვერ დაგამატებ ჩემცოლს იცნობ. ხო და ეხა ყველა ჩემი ეს მას მერე რაც უკვე დაიღლიავა ეს შენი Instagram-ის აკაუნტი. ხო, და ეხა ყველა ჩემი ნაცნობის ქმარს ეჭვს თვალით უნდა შევხედო, იმიტომ რომ მე ვიფიქრე რომ ნეტა თავისი ფოტოები უდევს, ანუ ეხა ვიღაცას რომ მიუვარდე და არ იყოს მისი ფოტოები და უბრალოდ ოჯახი დამუნგრიო, არ მინდა. ხო და ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე ძალიან გამახარა იმითი რომ ჩემზე ისეთ იმედებს ამყარებს რომ ხალხო მე მიგდებს ხოლმე აკაუნტს. მე იქ თუ წერია რომ works at მუშაობს რაგბის ფედერაციაში ან რაღაცა ეგეთში. მე ჩამოყვები მე დრო მაქვს. მე სულ წევარ ჩემ დიდი ბალიში და სტალკავი იქ რა ყადაღა ქონდა რომელ წელს. და არის ცოლი ყავს არ ყავს და ამის ნინიკო შალვა არავინ არ მუშაობს იქ. ეს ოღონდ მოფიქრებული სახელებია ხა თქვენ ქმარს თუ შალვა ქვია და მიცნობთ თუ შეიძლება და ფედერაციაში მუშაობს მაგრამ არ მუშაობს მაგაშია საქმე მე შევამოწმე და მე ამბობენ ხოლმე რომ ეგეთი სტერეოტიპია რომ გოგოები და სტალკერები და რაღაცა და სტალკერი კიდევ კარგი დაგუგლოთ ვიცი და წესიერ დასერჩვა ჩემი უფროსი ერთხელ დავსერჩე და ძებნაში იყო ხალხო 2014-დან რაღაცამდე და უთხარე და შენ იპოვე ნახეთ მეთქი რეაქცია მაინტერესებდა თქვენ ძებნაში ეს უნდა ამოვაღებინო მერეო იმასო რა ქვია რეკორდს ადმინისტრაციასო და მანდ მივხვდი რომ ნელ-ნელა უნდა განვრიდებოდი იმ სამუშაო ადგილს ამიტომ ესეთი უნარები ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ ამბობენ გოგოები სტალკერები არიან არა უბრალოდ ჩვენ ცხოვრებისეული გამოცდილებები გვაიძულებს რომ ბევრი ვიცოდეთ და ბევრი ვიკვლიოთ თორე ნინიკოსავით რო ვიყო ახლა ხო დავეჯერებდი რით ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს ეს ახმახი ბიჭი ერთმა მითხრა, ეხა რა ფოტოებიც მიდევსო, ეს არ არისო ჩემი ვიღაცა ჩეხი გეის ფოტოები მიდევსო, უბრალოდ ეს აპლიკაცია ყველა მელოდკაც ერთნაირად აღვიქვამსო და აწი ანუ ვისაც მელოდს გავიცნობ, ყველას ეჭვის თვალით უნდა უყურო, რომ შენი ყავი მიცმატყუებდი, მაგრამ თან მე გუწფელად რომ მელაპარაკე რაღაცა ერთი დღე მელაპარაკებიან და მე უი ეს არ ვარ მე. ეს ერთ დღეში გახსნი ხოლმე ამ კაცებს. ხო, ხო. მაგრამ ის უფრო საშიში არ არის Instagram-ს რო არ გაძლევს და გეუბნება რომ მოდი ვილაპარაკოთ იმაზე გადავიდეთ რა Telegram-ზე. რა Telegram-ი. რუსეთი უკრაინას ბომბავს ხალხო რა Telegram-ი. და გადავიდეთ იქ და მან ხვდები უკვე ნინიკო red flag-ია, red flag-ი გამოუშვი ინფორმაციები აბა. მე ეს მუშაობს დღეში 20 საათი და მე წევარ და სტალკავ. და შეიძლება სინამდვილეში TikTok წერთ. ჩემს მაგირო. ვაიმე არა ეგ არ არის ანუ პირიქით მაგის წინ აღდგი ვართ არა.
მე მიქნია ხოლმე ეგეთი რომ აი ჩემი დაქალები რომ მოდიან ჩემთან სახლში ჩემ ქმარს ვაწერინებ იმიტომ რომ ჩემო ქმარმა იცის ის ბიჭი რა ტიპია ვინც წერს ჩემს დაქალს და ცოტა chill ისეთი რომ იყოს რა თან არც ემოციური გამოჩნდეს მაგრამ თან კაი ტიპში გამოსდის ვაიმე ამაზე რა გამახსენდა დეითინგებებზე გოგო მოგიყვა მე ეს არ შემთხვევია, მაგრამ ჩემი დაქალი მოვიდა ჩემთან, თან ის იმ პერიოდში იყო ისეთი განაშებული, ახლა გამოიყურება ძალიან მაგრა და ეს გოგო მოვიდა ჩემთან და მეუბნება, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიხარულო მესიჯი მივიღეო. ერთმა ბიჭმაო, რომელსაც ბევრი ფოლოვერი ყავს Instagram-ზე, მოკლედ გამომიგზავნაო ესეთიო შემოთავაზებაო, რომ მეო მაისურების კომპანია გავხსენიო. და ეხლა საქართველოში ჩამოსული ვარო, გერმანულენოვანი ბიჭი იყო. და მითხრაო, რომ ავსტრალია აღმოჩნდა მე. მითხრაო, რომ აი ამ მაისურების ბრენდის გასარეკლამებლად იქნებ მიმოდელო. და აი რანაირიც არ უნდა იყოს ბრენდი, ამას რო გეტყვიან, რომ მიმოდელე და მოდი და ისა. გახარებული მოვიდა ეს ჩემი დაქალი და ეგრევე რა თქმა უნდა გამოვიყვანეს ბიონსეს ლუკი როა ხო იცი, თეთრი ზედა და ლურჯი ისა რა შორტი, ჩავაცვი. ოღონდ ეხა უნდა გამომიგზავნოო ფოტოებიო. ჯერ უკვე რომ მეილზე გამოგვიგზავნეთ თქვენი ნეგატივები ესეთი რო არ მოითხოვეს, კი გამიკვირდა. გამომიგზავნეო ფოტოებიო. და ეხა როგორი ფოტოები კარგად დაჯექი. ჯერ მოდი ისა წინ ხედი, გვერდ ხედი, ზედ ხედიო და ბოლოს დაიწყო იმისი, რომ აი კადრებიო, სადაც ფეხები ჩანსო. თან შორტები. და ყველაზე უხერხული პოზა რომელი იყო, იცი? აი მან მივხვდი რომ რაღაც ჩემი ქმარი ჩავრთე. გვერდულადო დადექიო და შენი ფეხის თითებს შეეხეო. მოიცაბა. წახდილი ნიკო გამოდის. ფეხის თითები ჩემი ტერიტორია, მოდი როგორ? ფეხის თითები დაიხარე გვერდულად და ფეხის თითებს შეეხე, თან გაცვია წარმოიდგინე შორტი. ზიხარ ძირს და წინიდანაც ჩავს ეს ფეხის თითები და მე ამ პოზების მიღებაში და მე ვუღებ თან წინიდან ზემოდან ისა ესა რომ უფრო გრძელი ფეხი გამოჩნდეს და კაი angle, კაი კუთხით და მივხვდი რომ რაღაც არასწორს აკეთებ. მივხვდი, იმიტომ რომ ჩემმა ქმარმა ჩამოიარა. სამზარეულოში ხდებოდა ეს ამბავი, კარგად თუ ხართ თქვენო. მანახეთო ერთიო ვინ გწერთო. და მოკლედ ეს ბიჭი იწერება რომ ვითომ თან ბიზნეს აკაუნტია და წერს რომ აი მე და ჩემი კონსულტანტები დაგიკავშირდებით დღესვე გვჭირდება თქვენგან 48 სურათი აქედან 12-ში ფეხი ჩანდეს და ეხლა ნახეთ გოგოებო ისწავლეთ Instagram აკაუნტზე რაც ერქვა Facebook-ზე ამით არ იძებნებოდა მაგრამ სანდრომ დაგუგლა მოკლედ ის მისამართი რაც იყო მითითებული ამ მაისურების ანუ თლად დიდი კომპანია არ იყო მაგრამ ამ ბიჭს დაუბეჭდია რაღაც მაისურები ანუ რაღაც ინიციატივა ქონდა ეს მისამართი რაც ამოიღო ეკუთვნოდა ავსტრიაში რაღაცა კომპანიას მოკლედ ძალიან დიდი ჰესია რაღაცა რომელსაც ფლობს ერთი კაცი ამ კაცის სახელდაგვარი იპოვა გადავედით და რას ვხედავთ ამ ბობოლა ავსტრიელი კაცის ფოტოები ოჯახის და ამ ბიჭის სურათი ასეთივე მაისურით. მანდ მივხვდით ამ ბიჭის სახელი და გვარი რა არის ნამდვილი. ვიპოვეთ მისი იურიდიული მისამართი და მივხვდით რომ არის თაღლითი გოგოებს აგზავნინებს, იმიტომ რომ ამას მაგალითები ჩაუყარა რომ ნახეო სხვა მოდელებიო როგორ მიგზავნიანო. 18 ქალი მინიმუმ ყავდა გადებილებული სხვადასხვა ქვეყანაში და ფეხები ის ფოტოებს აგზავნინებდა და არავითარი სამოდელო შეთანხმება არ იყო. შენ სუში უნდა მუშაობდე თქო, ეგ არის შენ რა გინდა დაკავდა ეგ იქნებოდა გოგო, ჩემნაირი რო იყოს სუსი რასამ, მაგიტო 10 წელია რუსის შპიონი არ დაუჭერიათ. და მთავარი ბოლო, გავმწარდით ძალიან, იმიტომ რომ ამ გოგომაც ჩემთან დაკავებას მიხვდა რომ გააბიტურეს ძალიან ეწყინა და მოკლედ მივწერეთ რომ მე შენი ოჯახის და მამა შენის ჰესის ბიზნესის იურიდიული მისამართი ვიცი და ჩვენ ახლა გავაგზავნით ჩემი იურისტის დახმარებით თან ამ გოგოს ძალიან უყვარს თქმა რომ შესასოში ნაცნობა მხარ შესასშიდან გამოიგზავნება მამა შენის მეწილეებთანო წერილიო რომ შერასაკეთებო და სათითაოდ იქნება სკრინებიო და ეს ბიჭი გაქრა ისე საქართველოში იყო ჩამოსული მივხვდით თან დაჟე შეხვედრა უნდოდა შე როგორც მოდელს გაგსინჯავო ძალიან შევაშინეთ და მინდა რომ აი ყველა ეგეთი მატყუარა ვინც არის ინტერნეტ სივრცეში აი ესე დავაშინოთ იცი რა ჩვენ ახლა ხუმრობთ ახლა მაგ თემებზე მაგრამ სინამდვილეში ძალიან სერიოზული რაღაცა არის მით უმეტეს როცა გვაბიტურებენ 30 წლის ასაკში მაგრამ პატარა გოგოებსაც ხო წერენ და ვიღაცას არ ყავს ქმარი რომელიც დაუგუგლავს მაგ ყველაფერს და აღმოაჩენს და ფრთხილად უნდა ვიყოთ ძალიან და ჩემი აზრით დღევანდელი დღე ძალიან კარგად ესაბამება ამ საკითხს დღეს არის 11 ოქტომბერი და ეს არის გოგოების დღე გოგო შვილების დღე თან განსაკუთრებით გაეროს მიერ დაწესებული დღე არის შენ როგორ აღნიშნავ თიკო ამ დღეს მე ესე აღნიშნე რომ მოვედი დღეს ცეზარის სალათის ფორმა
მამაში, რომელსაც ფიქრობდი, რომ მეთქი ვარდისფერი რა არის, თქო, იმიტომ რომ ნახეთ როგორი ის მოცია ფეხზე, ვარაკაც ვარდისფერებია და ქათმის ხორცი არის ხო? ვარდისფრო. ყოლა ჩავიცი ეს, გოგოებო გვიყვარხართ, იმიტომ რომ ყველა თქვენს გამოგზავნილ მესიჯს კითხულობთ, თქვენი გულები გვიხარია, ჰაჰებიც გვიხარია და მოკლედ თქვენ ხართ ჩვენი მთავარი აუდიტორია და მინდა რომ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. და ჩვენ ყველა ოდესღაც გოგოშვილი ვიყავით. ეხლა ვინ ხარ? ეხა ქალი. სხვადასხვა ზოცა ამოფხოლმე რომ აი 30 წლის გოგო, ეგრევე მეტყვენ 30 წლის აღარ არის გოგო. აი რა გათქმევინოს მაგას, აი ბრაბოღმა, აი მივიდა და ვიტყვი. არ ვიცი. მინდა 60 წლის გოგოს ვიტყვი. ზუსტად. ხო, მაგრამ ჯერ ხوارი გოგოა სულ. კი, გულში რაც ხარ ეგარი. და ასევე ასაკი არის, შენ თუ როგორ გზნობ თავს? შენ როგორ გზნობ ხა თავს? გოგო ორსული. აი მე შენ ხარ ორსული გოგო. მე ვარ ორსული გოგო და სადაც ავაჩენ ხალხო აგერავ წერ ყოველ დღე წერთ ამ გადაცემას და რაღაც მარშენ აქვე მართლა გავაჩინო იმიტომ რომ კი და Facebook-ზე ვინც გვიწერს კომენტარებს ის ხალხი ელოდება როდის გააჩენ იმიტომ რომ ყველა დაიღალა შენი ორსული. და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის ფაქტი რომ ძალიან კარგი სტუმარი ყავს გოგოების დღესთან დაკავშირებით და არის სხვა გოგო კიდევ ერთი გოგო შვილი. ერთი თან ხალხო თურმე ერთი გოგოა. ხო, ერთი. ამ გოგოშვილში ძალიან ბევრი სხვა გოგოების ხმები ცხოვრობს, მაგრამ თვითონ არის ერთი. Personality split გამახსენდა ახლა. ხო, ნახოთ თაბა თუ აქ. უნდა ვკითხოთ რამდენი ადამიანი სახლობს მასში. კი. და ასე რომ მივესალმოთ თეონა ლეჟავას, რომელიც ვინ არის? ლელას ხმა, ან ლელას voice. ეს შესავლის სახით ვიტყვი რომ ლელას voice-ი მე მგონია 1-3-4 ქალი მაგარი ტიპშა, რომლებიც მუშაობენ ერთად. 3-4 ქალი. თიკოს თავიდან რომ ვუთხარი რომ ლელას voice-ი მოვიწიოთო, ესე მითხრა, ეგენი როდის მოვლენო, კაცო, სამივე ერთად არ გაკამდენი. და თიკოს ეგონა რომ მოვიდოდნენ კიმ კარდაშიანი, მერის სტრიპი და მე მიყვარს ეს მეგან მარკელი. ვაიმე, ეგ როგორ და კარგი ხანია, არ გაიკეთებია. არა და ეხლა გამოუშვა ახალი Netflix-ის სერიალი. არ გინახავს ეგ მომენტი? არა, Netflix-ის ახალი რანაირად არის, ეგ 3 წლის წინ არისო? ეხლა მეორე სეზონი ეხლა გამოვიდა. და ჩავუჭდე. ვაიმე შენ ძალიან მოგეწონებ. We'd love აი გეური მასალა. მე ძალიან მიყვარს ტეტია რო არის, ეგ თათია. და იმასთან რო ჩადის. ის მომენტი არ გინახავს მოკლედ. Duchess now. თუ როგორ ამბობს? თუ ამ Sussex. ამ Sussex now. ის რა ვინ Mindy Kaling მინდი ყავს მიწვეული. Mindy Kaling, ხო. Mindy Kaling ყავს მიწვეული და რაღაცას ლაპარაკობენ და სად ყავს მიწვეული ამ ბოდიში? თავის გადაცემაში მოკლედ რაღაცა ესეთი გადაცემა აქვს. მეგანს უნდა მე მგონი რომ მარტა სტიუარტი გაიჩითოს ჩვენი თაობის. ხო და სადღაც სახლში არის, მისი სახლიც არ არის ეს. და იწვევს სეტია, ხო? სეტია, ხო. და იწვევს თავის მეგობრებს. რა ცუდი დამოკიდებულებით ლაპარაკობს. მისი სახლიც არ არის, შენი სახლი. აი ზუსტად. თავის სახლში არ არის ტიპშა. მე ნებელი. ეს ფეხზე აცვია და ხო. ხო და მანდარი უბრალოდ თემა არის რომ ეს სტუმრად იწვევს თავის ცნობილ მეგობრებს, ოღონდ აშკარად რომ არ მეგობრებიან ისეთი ხალხი არის რა. რაღაც ერთი ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და მე მოდის ის გოგო და ფაი მე რა სიმაღლე ხარ. პირველად ხედავს. და მთელი გადაცემა რა შვებიან, ხო იცი? აგერ იმას რა ქვია, გაროხი რომ ბარდას აიღებს ერთი იმიდან პარკიდან და დაანაწილებს, შემოახოს ბანტებს ესეც. დააწერს ბავდა. შეინახავს დადებს. ჰარის ესე უყვარს. თან ჰარის არა, H-ს. არ არსებობს. ხო და მინდი ეუბნება. საშენო მასალა ზუსტად. მინდი ეუბნება რომ რაღაცა ამერიკულ რაღაცა საჭმელზე ლაპარაკობენ რა, რასაც ღარიბი ხალხი ჭამს, მე მგონი თუ რაღაც ეგეთია რა და რაღაც ფირმა. ხო და ვერ წარმოიდგინეო რომ ამერიკა გაგიხსნა ხო რომ მეგან მარკელი ბავშვობაში ამას ჭამდაო და ეს ეუბნება რომ რა სასაცილოა მარკელს რომ ეძახი, ხო იცი რომ ეხა სასექსი ვარ. თან თურმე ეგრე არ ითქმევა. კი ტიტული ხო ჯერ ერთი უარი თქვეს ამ ტიტულზე. არც ეგრე არ ქვია. სასექს ადგილია. ანუ მივხედავ. გავიგე. ეს არის ჩვენი ფანების შემოთავაზება. როგორ ხარ აბარნუნა? როგორ აღნიშნავ გოგოების დღეს? რა დამიძახე? ой მე ლელა. როგორ ხარ აბალელა? აცაკაია. შენ ფეხს უხდებოდა. როგორ ხარ აბალელა? წახდილი. ტიტულა ფეხი გადაიდო. რამდენი დამცინე მეგან მარკელს. სტუმრებს არ იცნობს.
მაგრამ მე რო ეკათემეტრაძეს და ნატაშკა დაუძახე ეგ უფრო მაინც შეშნელი. მაგრამ ზუგსუკა გააკეთე და მე კამერაში. კაი, თეონა. თეონა ვარ. როგორ ახლა? კარგად, უბრალოდ ძალიან მეძინება, იმიტომ რომ მე რაღაცა ჩემი ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს და ღამე რო გადავწყვიტე, რომ დღეს მოდი ადრე დავიძინებ, რომ დილას გაახალგაზრდებულმა გავიღვიძრო და ნუ აი ღამის დილი ხო ძალიან მნიშვნელოვანია. დავწექი 12 საათზე და აი ესე ველოდებოდი. ეხლა დაიძინე, ეხლა აი ვერაფრით ვერ დავიძინე დილი 7:09-მდე. ცოტა მე მგონი რაღაცა შფოთავდი. თავში ხმები ქონდა აი ეგ სხვადასხვა კილოს. არა. იმიტომ რომ ესეთი რაღაცა თქვენი ნიკო რომ შეიძლება ბევრი პიროვნები მოსახლობს მასშიო. იცი აკაკალა ჩერის თუ დავმევთ, ყველა გამოფხიზლდებით, იმიტომ რომ თიკოს აკარიანებიან. შევათფოთ და მე ფსელი. კაი, ამას ვიცი რომ ამოჭრით. ყველა მაგას დაგიხურავენ რასაც გონებიან ამოჭერიო, იმით ვიწყებს ხოლმე ეს ამონტაჟებს. ისე იმაზე არ დაფიქრებულ ხარ, ენიგმა მეგონა 10 კაცი, პროდიჯი კი არა და მოიცა მეორე პროდიჯი არა, გორილაზი მეგონა 4. ეს თეილ იმპალა ქვია თუ თალე იმპალა არ ვიცი, ეგეც 4 ბენდიაო, ლელას ვოისი მეგონა 4 კაცი და ეს ყველა აღმერთად თითო გენიოსი აკეთებს პროექტს. რატო გეგონა? გორილაზში 4 სახელი. 30. ლელას ვოისი მეგონა 1-3. მაგრამ აქედან გამომდინარე რა ვიცით რომ ფარნავაზი კაცი იყო და არა პარლამენტი. აი რა იცი შენ ეგ რაღაც სახელები რო არის ისტორიული რომ ერთი კაცი იყო. ანუ შენ ფარნავაზი პირიქით გონია? ფარნავაზი მგონია ერთი კაცი, მაგრამ ადრე მეუბნებოდნენ ხოლმე რომ ის შეიძლება პარლამენტს ერქვა, ხო იცი, კონსპირაციასაც უყარს შეთქმულება. აი ახლა ლელას ამბავმა, ანუ თეონას დამარწმუნა რომ შეიძლება ისტორიულ პიროვნებებზე გონია რომ იყო რაღაცა ერთი 100 კაციანი რაღაც. აუ ომები როგორ იქნებოდა წარმოიდგინე. დავით აღმაშენებელი რომ 3 კაციანი. როგორ აღნიშნავ გოგოების დღეს? გოგოები და ქალები ზოგადად ძალიან მიყვარს და მე ყოველთვის ვცდილობ რომ ქალი დავასაფორთო. ჭირდება რა ეს ერთმანეთის მხარში დგომა. შენს ხმის ვოკალებს შეუძლია სხვადასხვა გოგოდ გადაიქცნენ. კი. ეგრეა. მეც რაღაცა ბევრნაირი ვარ. ანუ ეს არ ვიცი, სხვათა შორის თუ გინდათ მოგიყვებით რაღაცა პატარა იმას რა, აი როგორ დავიწყე ლელას ვოისის ამბავი. მე ესე კარგად ეს არ მახსოვს, უბრალოდ მერე რაღაცა დროის მერე, როდესაც იყო ლელას ვოისის დაბადების დღე, 5 წლის რო ხდებოდა რაღაცა ისეთი მრგვალი თარიღი რო იყო, გადავწყვიტე რომ გადამეხადა ეს ლელას ვოისის დაბადების დღე. ვიწრო წრეში ხო და შენ და კარდაშიანები მარტო. არა, აი ვიწრო წრე არ იყო მაინც, იმიტომ რომ აი ვინც ვის იცნობდა, ყველა ერთმანეთს უთხრა ეგრე გავავრცელე, მაგრამ ახლა თქვა რამდენი ფოლოვერს მყავს, იმდენს ვერ დაიტევდა კაფე გალერი, ხო და გადავწყვიტე რომ რაღაც პატარა ვიდეო კოლაში გამეკეთებინა, რაღაც როგორ დავიწყე ლელას ვოისის ვიდეოები, ადრე როგორ იყო პატარა ვიდეოები რო იყო და მე როგორ განვითარდა. და რომ ნახეს ძველი ვიდეოები, აღმოვაჩინე რომ ქალს, კაცს, მოხუც, ბავშვს, ყველას ჩემი ხმით ვლაპარაკობ, ანუ უბრალოდ არის ლო. მეტი არაფერი რა. ანუ კაცებს ვახმოვანებდი, რატომღაც ესე ეხლა როგორც ვლაპარაკობ და თურმე ამაშიც შეიძლება რომ ადამიანი განვითარდე. ამაზე მე ესე არ მიფიქრია, კი არ დავჯექი და რატო ვლაპარაკობ ქალის ხმით. ანუ თავისთავად მოვიდა ეს რაღაცა, ხო, ბუნებრივად მოვიდა პროცესში და მე უკვე გადავედი როგორ რაღაცებზე. იცი, აი, მე გარეხმებს ხო ვადებ ხოლმე, ვთქვათ, პერსონაჟი როცა არის ქუჩაში, სიგნალი, მანქანის სიგნალი. ხო, ქუჩის ხმებს ხო ვადებ, ვთქვათ, YouTube-დან. ან სოფელში ადამიანი და რაღაცა მამლის და ქათმის და მე გადავწყვიტე რომ ეს ყველაფერს მე გავაკეთო. ოღონდ ეს ახლა ბევრმა არ იცის, მაგრამ მე თვითონ ისე ვერთობი რომ აი ძაღლი რო ყებს და ესეც ჩემი ხმა რო არის სინამდვილეში მიყრუებულად იქ სადღაც და მამალი და ქათამი და მალე სიგნალებსაც გადავა. ძალიან კაია, ფოლი ეგაა. მე მგონი ფოთლების შრიალზე ეს ეხა შემიძლია თავისუფლად რომ დავადო ეს ხმა რა, ეხა აი ძაღლის ყეფის და ქათმის და რაღაც, მაგრამ აი სადღაც ვიღაც მაინც რომ მიხვდება რომ მე ვაკეთებ ძალიან სასაცილოა რა. რა, ეგეც შემი გაკეთებულია. ერთი კითხვა იყო როგორ გამოდიხარო მე მაგროლიდანო. ჯერ ამდენ ხმას როგორ იფიქრებო? ხო, ეგ აი როგორც აი რაღაცა თეატრში რო უკითხავთ, აი როგორც მსახიობისთვის იგივენაირი კითხვა არის, რომ აი რაღაც რო შედიხარ, როგორ არ შევდივარ მე არსად. სხვა შორის ერთ კარგ ამბავს
მოგიყვებით. მოკლედ მოზარდ მაყურებელთა თეატრში სტუდენტობის დროს გადავწყვიტე, რომ ბედი მეცადა. მე მივხვდი, რომ არ იყო ეს ჩემი ადგილი, თუმცა ძალიან დიდი ის აქვს, რა ქვია, მნიშვნელობა ამ თეატრს. მაქედან მეცნობა გოგო, ჩემი პირველი სამსახური მოზარდში. ვიყავი პრინცესა 80 ლარი მომცეს დამაყვედრა პიტიამ. არა, მაგ დროს არ ვიყავი მე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს თეატრი, რა თქმა უნდა და ანუ ბავშვობიდანვე უნდა შეგიყვარდეს თეატრი, კარგი სპექტაკლები უნდა ნახო და ასე შემდეგ. უბრალოდ აი მე ეხა გეტყვით რატო ვერ მოვერგე იქაურობას. თამაშობდი წითელ ქუდაში მელიას. ვიცი რომ არ არსებობს ორიგინალში ეგეთი პერსონაჟი. მართლა? არა, გოგო, გელი ორიგინალში. ვაიმე ბოდიში ხო? არა, გელი არ რომ ყოფილი გავენდი. ხო და ნუ რა ვიცი ახლა რა შემეძლო თამაშობდი რა. აი რა უნდა გავაკეთო? ნუ უნდა მეცეკვა, სიმღერა არ მქონდა. საბედნიეროდ, იმიტომ რომ არ არის ჩემი ძლიერი მხარე. ცეკვაში ახლა არ ვარ გლახა და თამაშობ მელიას მოკლედ. ხო და რო დამთავრდა ერთ-ერთი სპექტაკლი, ერთ-ერთმა მსახიობმა, აი ძალიან სერიოზულად მოდი ახლა რო არ ვთქვა ახლა ვინ იყო და რაღაცა რო არ მიხვდეს თავის თავზე. მე ეს მივხედო. მოდი ვთქვათ, რომ ვითომ იყო რაცხოველი მაგალითად. კაი, პანდა ვთქვათ. და მოდი შევდან. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი წითელ ქუდაში. პანდა არა, არც წითელ ქუდაში უბრალოდ მოვიგონა. და მოდის და ძალიან სერიოზულად თავის ფორმაში მოდის და მეუბნება რომ ძალიან სერიოზული პრობლემა გაქვს მეუბნება და ვაიმე მეთქი ან რაღაცა ალბათ რა ვიცი რაღაცა პლასტიკაში ცუდად ვარ ან ჩემი ხმარის მის ან რაღაცა აი რომ გადიხარ სცენაზეო არ გჯერა რომ ელია ხარო კი თვითონ ჯეროდა რომ ის იყო პანდა და მაგას მეორეს ჯეროდა რომ იყოს ღარბი მაგრამ ნუ ნამდვილად არ ჯერა მეთქი არანაირად არ ვარ მელია თან რო არ უნდა იყოს მელია იქ ხო პერაშკი მაინც გეთამაშა ეგ არის პეპიას და რომია მე ამან რა გავლენა მოახდინა შენზე ანუ ძალიან სასაცილო იყო ეს რა ეხა რა აგიწყო სიცილი იქა? არა იქ შევიკავე თავი და ვუთხარი რომ მართალი ხართ მეთქი ნამდვილად არ მჯერა რომ მელია ვარ ანუ ღმერთმა დამიფაროს რომ დავიჯერო და რომ გადაგსანცლოთ ყველა ხო და საიდან მოვედი ეხა აქ რატო ლაპარაკობ ამას როლში რომ შედიხარ ხო და არ შევდივარ არსად ისე რომ გამოსვლა გამიჭირდეს საიდან მე ან გეხოცები ის მოყევი რა თქვი იმ დღეს პუცი რაზრუნავს ხოლმე გეხოცები ის მოყევი რა როგორ სახეებს იღებ ხოლმე ამ დროს და ოთახში თუ ვინმე გიყურებს არა სახლში მარტო უნდა ვიყო იმიტომ რომ ძალიან დიდი დისკომფორტი მაქვს თუ ვიცი რომ ვიღაცას ჩემი ხმა ისმის და იქით თავისთვის ქირქილებს ანუ ეს არ მომწონს რა ძალიან თავისუფლად მინდა ხოლმე ყოფნა პროფესიონალურად შედიხარ და სამარებ მე სიჩუმე ხო, ну, ძალიან სასაცილოა, რომ მარტო მე და ბოზები მუშაობთ ლოგინში. იმიტომ რომ აი ვიღაც კომპანია რომ მირეკავს ისე ძალიან სერიოზულად და მე რო აქედან მეუბნები რომ იცით რა აი გადმოგირეკავთ ახლა ოფისში ვარ ამ დროს ჩემო ოთახში ლოგინში აი ნინიკოსავი წახდილი წევარ ხოლმე მე მგონი მაგ დროს აქ არის ყველაზე შემოქმედებითი როცა წახდილია კი მე მაგიტო ვიხდი ფეხზე აკავებს რა დაგინახო ჭაცმული კაცსა და ამ ბოლო დროს ცოტა მცივა ხოლმე მცივა ხო ზამთარი მოდის კაი ამ გადაცემისთვის ეს გოგო ფეხზე ჩაიცოს გოგოები არის დღევანდელი თემა ხო და გოგოები შენი favorite Kardashian შენი ფავორიტი და მე ყველაზე ისეთი გოგოშკა მომირჩიეს დღევანდელი დღისთვის ჩემი favorite Kardashian არის ხა ორი მყავს რა მთავარი ნუ დედოც ბევრს უყვარს ეს კრისი მაგრამ აი კიმი ნინო და ბელუ არიან ჩემი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი სინამდვილეში ხო კორტნი კორტნი საკაიფო კარდაშიანია კი რაღაცნაირად ოხ მაგ ჩემი აზრით ყველაზე ბანძი კარდაშიანია და მაგიტომ მიყვარს
ანუ ხო და ეს ჩემთან და მგონი ისედაც ესე არის, იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრა არ მინახავს კარდაშიანებს არ ვუყურებ რა სულ ხმა გამორთულზე მინახავს და ნუ აი სახის მიმიკებიდან გამომდინარე ეს ორი ხო უჩხუბობს ერთმანეთში და ეს ბელუარი ანუ ძალიან წიწკინა და ძალიან ვერაფერს ვერ ითმენს რა და ისეთი ფეთქებადი ხასიათი აქვს და ის კიდე უფრო მიყვარს იმიტომ რომ ის უპასუხობს აი როგორი იცი რომ ძალიან ის არის რაღაც აი სექსუალური და თან აი მაგ დროს ხო უფრო ღიზიანდება ადამიანი რომ აი ძალიან რომ ეჩხუბები და ესე როგორც დამშვიდი ბელური არ ჭის ანუ აი გასაგლეჯია რა ანუ გველია ძალიან და შენ რომელთან უფრო იდენტიფიცირდები როგორც თეონა აი მე აი მართლა არც ერთთან მაგრამ ისე უფრო ის ხარ ფეთქებადი ხარ მარტივად თუ შენ შეგიძლია ვიღაცა არა ვარ ხო ფეთქებადი ვარ აბა აბა არა უნდა მეთქვა თავიდან უცებ უნდა მეთქვა რომ არა ხალხო მე ძალიან არა კონფლიქტური და მე გამახსენდა დღეს ვიღაც კაც როგორ ვუხაოდი მანქანით რასაკეთე ანუ ძირითადად საჭესთან ვარ ხოლმე აგრესიული და ოჯახში არა აი ყველაზე ახლობ ადამიანთან ხო უფრო შეგიძლია რაღაცა ისა რა აი ჩემდას რო შეუძლია ჩემი მწყობრიდან გამოყვანა და დედად ჩემს ისე ძალიან კი ჩემს მასაც ერთხელ ხო ის რა მითხრა გოგო მარტო თავი გაქვს კაიო მე რა საინტერესო რა ის ლსის და მოღამებული აქ იმიტომ რომ მარტო არ არის რა იქ ბევრნაირი ლ აი სხვადასხვანაირები ხო ლუ მომისმენია კახეთში მაგი იმერეთში კიდე სხვანაირი კი მაგი მეც ნამდვილად მე ვერ ვაკეთებ მიდება თქვი გთხოვ არა შენ უფრო ინგლისური სიტყვების ურევ ხო ის ძალიან ლონდონი ხო იცი რომ ვამონტაჟებთ ხოლმე სახში ჩემთან რომ მოდის ჩაიში წესის ხმს მაგრამ ეს როგორ იცლება ხოლმე ეგ სტილი ესე იგი რუსული იყო ადრე აი დედიკო რო ისე რა ქვია როჟ посмотрიან გაზვეცა ეხლა კიდე არის ანუ ჩიო რა bro და ჩვენ გასაგონოთ რომ ლაპარაკობენ რუსულად უბრალოდ ჩვენ რო არ გაგვეგოდა მაგ დროს ყველაფერი მესმოდა ზუსტად ეხლა ილაპარაკე რუსულად მე მგონი ხარია იმდენად უხარია ზოგადად იციან ეგ არის ენა დეჩი მეცდა ხოლმე ლალაფა და ეგ იყო აი სექსთან დაკავშირებული ყველაფერი მაგ სიტყვას სხვა რიტყოდა და ლალაფაკნეს ანი ზანიმალი ჩემდა და ეს იმდენჯერ თქვა რომ ჯერთი მარტო ამაზე ლაპარაკობდნენ არ ვიცი ლალაფა ეს ნიშნავდა ლალაფა და მაკედან ლალაფა და არა დორემი აი შეხედე ხა შენ თავს უსმინე რომელი უფრო გავს love makings ჩემ მე აზრით მე ძირითადად დორემი ეს არა ეს არის ნოტები და დედების თავი უფრო ლალაფა ანი და ჰოე ავარ შემილია კვტები დორემი გოგო ქალებს მეთქი ლალაფა და წაიღიღინა დორემი აუ იმ თემას შევეხოთ რა ერთი უცებ რა იმიტომ რომ ახლა თან ჩვენ აუდიტორიასაც აინტერესებს მოკლედ წინა წელს რო დაიწყო ეს ვიდეოები და პროფესორი ამბრიჯის ვიდეოები დაიდო ის პესოქზე ძალიან გაუხარდათ ჩემ მეგობრებს და ძიმე არტილერია ჩაეშვაო ხო მარშიც ქონდა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დღე ჩემ ცხოვრებაში რომ მნიშვნელოვან ადამიანად ვიგზენი თავი და ძალიან გამიხარდა აი იმ ხელა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის ზოგადად მე ყველაზე მეტად მაბედნიერებს აი რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს ადამიანებისგან ყურადღება და სიყვარული რა და რაც არ უნდა უცნაური იყოს აი რაღაცა მე ჩემ ფოტოების გადაღება არ მიყვარს და იშვიათად ვდებ ხოლმე ხა ჩემ რამეს აი არ ვიცი ლელოსოის არ გულისხმობ აი ჩემ ფოტოს ან რაღაცას და აი რომ მიგულავენ ხოლმე ვუყურებ ვინ დამიგულო და მიხარია და შესაბამისად ლელოსოისის მარსზე მარტო ჩემი მეგობრები რო არ იყვნენ მოსულები და აი ვინც მოსული იყო აი სრულიად უცხო ადამიანებიც ისე გამიხარდა და თან აი ყველა რომ იმეორებდა ამ რაღაცა ტექსტებს ეს მე შექმნე გამონათქვამებს. მე მგონი ბევრმა მაყურებელმა არის ის რომ შენი მოზამ მაყურებელთა თეატრიდან კი წამოხვედი და კარი მოიჯახუნა და მე აქ მელია რომ არა ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეგ რეალურად არც იცოდა არავინ მე მგონი იქ რო ვიყავი თან სტუდენტობის დროს იყო და ანუ შენი პროფესია არის რომ ხარ მსახიობი ხო? ხო მსახიობი ვარ თეატრის და კინოს მსახიობი მქვია იმიტომ რომ თეატრალურს როცა ამთავრებ ეგრე გქვია, მაგრამ კამერა არც მე არ მინახავს თვალით როგორც სხვა სტუდენტებს.
მაშინ მე მომიწია კამერის ნახვა, მაგრამ ეხლა დიდი გამოცდილებით ნამდვილად არ ვარ და ეხლა ამ ეტაპზე ესეთი პერიოდი მაქვს მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს ძალიან თეატრი, რაღაცები არის, რაც თეატრში არ მიყვარს, როცა რაღაცა ისეთი რაღაცები რომ ესმის ხოლმე რა, ყველა თეატრში არ ხდება ესე. რაღაცა ჩაძაბულობები და რაღაცეები და ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობით, მაგალითად მე რომელიმე შტატში ვიყო, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა. როგორც მიწვეული მსახიობი, სიამოვნებით ვთანხმდები ხოლმე კარგ რეჟისორებს. მაგრამ აი ეხლა ამ ეტაპზე უფრო მოღიავებული ვარ, უფრო წახდილი ვარ კინოსთვის რა, აი უფრო იქითკენ მიმიწევს გული. სხვა შორის რა ენერგიასაც გაუშვებ აი ამ ენერგიების მჯერა რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხა მანამდე რაღაცნაირად ჩაქინდრული ვიყავი და არ მქონდა დიდად არც ვფიქრობდი ამაზე რა, რაღაცა ამ კინოზე და ასე შემდეგ. ანუ ესე სულ მინდოდა, მაგრამ ძალიან როცა მოვინდომე. ოღონდ ჩემთვის მოვინდომე, ანუ სადმე კი არ გავედი და გამოვედი. აი შენთვის რომ რაღაცა ცოტა ოცნებებში ხარ, ეგრევე სრულიად შემთხვევით ესე დაემთხარო, დამიბარეს კასტინგზე. თურმე მანიფესტაციის უნარი ქონია შენც. კი. ოპერატორი არაქართველია. აუ რაღაცას გასწავლით რა. ნახე რამდენი დაგის. ნიკო, არ შეიძლება ესე. ამაზე ძალიან მეშლება ნერვები. რო დავტოვე? ანუ კოკა-კოლა ხალხო. თავი უნდა მოუჭირო, რომ გაზი არ კი, გაუვიდეს. მართალია, თორე მე არის ფსელი. და ესეთი მითიც არსებობს და რამდენად მართალია, აბა არ ვიცი, მე კითხეთ იმ კოკა-კოლა ვისაც მოაქვს თქვენთან დისტრიბუტორს. აი აქ რო აწერია კავია პლუს. ციფრები და რიცხვები. აი აქ აწერია 11, რაც უფრო ბევრი აწერია, ანუ მაგალითად 3, 14 არის ძალიან გაზიანი. 2 ნაკლებად გაზიანი. არასდროს არ ვიცოდი. არც მე. ხო და შეიძლება ეს არის ჭორი და რო არ გამოანძღოს ვინმე. კოკა-კოლა რო არ გიჩივლოს. ხო. ანუ ესე გავიგე და მართალია, ანუ მე კითხავს ხა აღმოჩენე რა ბატონო თემურ. და როგორ მიყვარს კოკა-კოლა. ბატონო თემურ ნახეთ. შეგიძლია დადო. სხვა შეიძლება ერთი ჭიქა ჩემი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ რადგან ეგეთ სტუმართ მოყვარე, ხა შეგიძლია ორივე. ნახე შეხედე. ჩაისხა. მე რა მაინტერესებს დღეს რადგან არის გოგოების დღე და ვილოცავთ ყველა გოგოს, რაც მნიშვნელოვანია. მე მაინტერესებს შენ როცა პატარა გოგო იყავი, რაზე ოცნებობდი, მაშინაც გინდოდა მსახიობობა? მარტო მაგაზე ვოცნებობდი. ხო, და ვოცნებობდი რომ მალე გავზრდილიყავი. ხო. რომ ჩემ ჭკუაზე ყოფილიყო ჩემი ცხოვრება. ვინმე ისეთი ეს თუ ყავდა მისაბაძი მაგალითი, ვინც შენთვის საყვარელი მსახიობი. აუ სიმართლე გითხრა, ესე რაღაცა გამორჩეულად არ მყოლია არავინ, მაგრამ აი მიყვარდა Kate Winslet-ი. აუ მეც ძალიან. ძალიან. და ნუ ისე არა რა, ესე აი ფანი და რაღაცა ბავშვური რაღაცა ახირებები რო არის ხოლმე, ეგრე არ მქონია არასდროს, მაგრამ ძალიან მიყვარდა ხოლმე, დედაჩემთან ერთად უყურებდი ხოლმე ოსკარებს. ნუ ჯერ ესეთი ღამის ვათენებდი და ეს იყო უდიდესი დღესასწაული ჩემთვის, იმიტომ რომ ღამის დაძინება არ მიყვარდა. ოსკარების ყურება ძალიან დიდი ტრადიცია იყო ჩემთვის. აუ კი და აი ნუ ეს მაგასაც იყო ერთი ქალი ახმოვანებდა ხო? ოღონდ რაღაც ერთ გადაცემაში ეთყობა არის დაღლილი იყო თუ რაღაცა ერთ-ერთი ოსკარის ცერემონია იყო და ესე ხო რო გამოვიდოდნენ. ხუმრობს ედი მერფიზე. ხუმრობს არის ახლა. ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო ბავშვობაში რომ ყოფილიყავი ოსკარების კომენტატორი. ვინც არ ჩემი ოცნება იყო ის რომ ყოფილიყავი ოსკარებზე. ხო და იყოს არ ვიტყვი რა, მოდი. არაფერი წარსულშია. ხო, არა, ეხა აღარ მინდა ეგ. ეხა ჩემი ყველაზე ტოპ მომენტი ჩემი კარიერული იქნება ოქროს გლობუსის წამყვანი თუ ვიქნები, როცა ვიქნები. კი, კი, კი. ოქროს გლობუსი მინდა რომ წავიყვანო. 49 წლის რო იქნები მაშინ. თუ არ გცემა ვილ სმიტმა. არა, ეგ ოსკარებზე იყო. ისე Kate Winslet-ზე გახსოვს, აი ზუსტად საწყალი ქალი, რაღაც საწყალი მილიონერი, მაგრამ Kate Winslet-ი გამწერეს იმითი, რომ სუმსუქანს ეძახდნენ მაშინ, როცა ტიტანიკში. ხო და ეტყობა მაგას, ეხლა მაშინ არ ვიცოდი ეგ, მაგრამ რაღაცნაირად დავაკავშირე რაღაცა ჩემ შინაგან სამყაროსთან მეც მქონდა რა, ეგ ტკივილები Kate Winslet-ზე ბევრად უარესდა და ეგ რა ვიცი, ეხლა დიკაბრიოსთან ერთად გადაიღეს და აკოცრავეს მაგასთან და მე ვიჯექი ჩემთვის. ხო და
ვუყურებდით ხოლმე ამ ოსკარებს და ერთხელ სანამ დაიწყება ოსკარები, ესეთი მომზადება მაქვს, ხშირად ველაპარაკებოდი ხოლმე ბავშვობის ჩემ რაღაცა რა, სანამ სცენაზე გასვლის საშუალება მექნებოდა ბავშვობაში, ჩემ თავთან მქონდა ხოლმე ეს რაღაცა დიალოგები და მოკლედ ერთ-ერთი ოსკარების წინ ვემზადები ესე რომ შევედი აბაზანაში, დავდექი სარკესთან, დევიჭირე ხელში შამპუნის ბოთლა და მაქვს რაღაცა მთელი ის რა თან ინგლისურად აი ხა ნეტა დავინახო ეგ რეებს ლაპარაკობ როგორ ლაპარაკობდი ინგლისურად ხო წარმოგიდგენი რეებს ვამბობდი რომ ნუ აი მადლობა იმას ამას რაღაცა რა როლში ვარ სერიოზულად შესული რომ აი რა უბედნიერესი ვარ რომ მე ავიღე ოსკარი რა თან რაღაცა ჩავიცი მე ვიხუე მოვიხუე მანამდე და ისევ დგავარ ამ სარკეში და ნუ დაიწყო ეს ოსკარები და Kate Winslet-მა აიღო ოსკარი და გამოდის Kate Winslet-ი და ამბობს ესეთ რამეს რომ ბავშვობაშიო, სარკეშიო, რო ვიდექიო, შამპუნის ბოთლით ხელშიო და რო თამაშობდიო, რომ ვითომ ოსკარი ავიღეო. არ გადამიქანდა გული. ზუსტად. ჩვენ გვაქვს ესეთი პატარა რუბრიკა დღეს გოგოების დღესთან დაკავშირებით და ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ მე და თიკომ რომ თითოეული ჩვენგანი შეხედავს კამერას და დაელაპარაკება 13 წლის ჩვენს თავს. კამერას უნდა შევხედო. კაი, თუნდაც მე ვიყურე, მაგრამ რა ვიცი. თეო. თეოს გეძახდნენ? ლელას არ მეძახდნენ ყოველ შემთხვევაში. ლელა. აი, ეხლა დავფიქრდეთ ყველა რა სეტყოდი შენ პატარა თიკო გოგოს. 13 რატო? 13 წლის ხარ დაშენით ყოა. გოგო, არ ვიცი, ისე კაი, 12. გასაშინება. 13 წლის ხარ დაშენით ყოა, ჭაღარა გულის მანება ავიო. კაი, ნუ გვატირებ ახლა შენ. რა? გასტიო ტაბიძემ თქვა. კაი, ჭაღარა გულის მანება ავიო 13 წლის გოგოზე. დღეს არის გოგოების დღე, გალაქტიონს არ ეხება ეს დღე პატივისცემა მას. უბრალოდ გახსოვდეთ რომ კაცმა ეს თქვა. კაი, მიდი შეხედე, აბა, შენ რას ეტყოდი? ეხლა გალაქტიონმა გავიგეთ რას უთხრათ 19 წლის გოგოებს. შენ რას ეტყოდი შენ 13 წლის? ამანაც ლექსად რო თქოს ახლა. 13 წლის თიკოს ვეტყოდი რომ აი შენ ხო გითხრეს რომ შენ ოსქელო და რამხელა თეძუები გაქო. ხო და გავა 10 წელი და შენი ოცნების ბიჭს რო გაიცნობ და ეტყვი რომ ვიქორწინოთ, რაც გადააწყვეტინებს რომ იქორწინოთ, შენი ტვინის მერე იქნება ზუსტად ეგ თეძოები და ქვიშის საათის მოყვანილობა. შენი თუ თხარი ვიქორწინოთ, ხო? კი, თან ეგრე უცხარი, ვიქორწინოთ. ერთ სამჯერ. და მესამეზე გაჭრა. ეხა გეტყვიან ისინი, რო არ ქონო დაშვილო თეძოები, აქეთ შეიმუხლებოდა ის ბიჭი. ვაი. კაი, შენ? ვაი მე ჩემ თავს ვეტყოდი, ძალიან მოკლედ ვიტყვი აი ამ რაღაცას. რომ გავადრო და ძალიან ბევრ ადამიანს შევუყვარდები. ეხა არ უყვარხარ, მაგრამ მე შევუყვარდები. დაზრებული ვარ, მაშინაც უყვარდი. არა. ნუ რაღაცა სკოლაში ძალიან დამცინოდნენ და ის ვიყავი რა, ბულინგის მსხვერპლი. მართლა. კი. და მქონდა რა სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ სკოლაშიც ეგრე ვიყავი, ეზოშიც. ეზოელი ბავშვები არ მათამაშებდნენ ხოლმე წრეში ბურთს. ალბათ ძალიან ბევრი გოგო არის ახლა ბულინგის მსხვერპლის სხვადასხვა მიზეზით. აუ და მინდა რომ ყველას დავეხმარო. აი მთელი გულით მინდა და თუ ხართ ბავშვებო ეგეთები, შეგიძლიათ თავის უფლად თამამად მომწეროთ. მე არავის არაფერს არ ვეტყვი, არც თქვენ მშობელს არავის, უბრალოდ ნამდვილად ვიცი რომ დაგეხმარებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. ნუ თან სამწუხაროდ და ეხა საბედნიეროდ თქო როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ ყველაფერი ეგეთი რაღაცა რთული გამოცდილება ისე აძლიერებს ამომავლოდ, აბა ეხა ვინმე რამე მითხრას თავს მომბაჭავ. და მithumetes ეშინიათ ეხლა უფრო ონლაინ ბულინგიც ძალიან გავრცელებული ხება. ეხლა მაგის მსხვერპლი ჩვენც ვართ. ხო. ტროლები მე არ ვარ მაგის მსხვერპლი, იმიტომ რომ მე არ ვჩანვარ. რო ვჩანდი ალბათ აქამდე მომკლავდნენ ვიცი მაგრამ ძალიან ის რაღაც ესეთი არა ეხლა რო ფიქრობ პატარა წაღარაზეც ვსაუბრობდით ინტროს დროს რომ აი რამდენი ის ეხლა ცოტა სევდიანია ეს ამბავი, მაგრამ თუნდაც ბავშვ გოგოებში სუიციდი ყოფილა მაგის გამო რომ რაღაცეებით აშანტაჟებენ და იმაშვებიან და აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ თემებზე ვისაუბროთ და მართლა გოგოებს კონდეთ იმის
შეგრძნება სიმშვიდის რომ ან მშობლებს უთხრან რაღაცა ან ლელას ვოის მიწერონ ან რაღაც ხო შეიძლება მშობლისთვის რთული იყოს მე ვერ ვეტყოდი ამას დედაჩემს და გეტყვით აი მაგალითად ერთი ან მეგობარს ან მიზეზი ან მეგობარი ან მე მეგობრებოდა ხალხი და ვერ გავანდობდი ვერავის იმიტომ რომ ნუ რა ვიცი ახლა ეს კლასში როცა ხდება ეზოში როცა ხდება სადმე ხომ უნდა ყავდეს მეგობარი რომ ეს რაღაცა გაანდო თან არ მახსოვს ახლა ალბათ რთულიც იყო რა მაგასაკში ამაზე ლაპარაკი და დედაჩემს იმიტომ ვერ ვეტყოდი რომ მე შინოდა რომ ზედმეტად არ დავე ანუ ზედმეტი რაღაცა ჩემი ის დაცვა არ დაეწყო რა პირიქით და მაგისი უფრო შემრცხვებოდა იმიტომ რომ ახლა ძალიან გაბრაზდებოდა ამაზე რომ გაიგო რაღაცები და რაღაცა ამის გარკვევას რო დაიწყებდა მე იყო რომ აუ ჩამშვები დედიკოს გოგო დედას უთხრა და ეს უფრო დასაცინი გახდებოდა და ამის გამო იცი როგორი რაღაც მოვითმინე ერთხელ სბორებზე დავდიოდით ხოლმე ბავშვობაში სკოლიდან და აი სადღაც ეგრე ვიყავი რა 13 წლის ვართ რაღაცა მთელი სკოლა ამ სბორებზე და ერთ-ერთი ბიჭი რომელსაც ძალიან არ მოვწონდი. მოკლედ ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა რომ ყველასთან თქვენთან მაქვს მე საქმე, აი რაღაც მთელ სკოლასთან, თეონას გარდა. და აი ამ დარბაზში შევიკრიბოთ და თქვენთან ყველასთან მაქვს ალაპარაკო. აი ესეთი რაღაცა იყო რა და ეს რაღაცა ყველა ხალხი ერთად შეკრიბა. მე დავრჩი მიღმა. წარმოდგენა არ მქონდა რა და დღემდე არ ვიცი. რა მოხდა იქ რა თქვა ეგეთი და ეს ბავშვები რო გამოვიდნენ არავინ ხმას აღარ მცემდა და ამ პირობებში მომიწია ცხოვრება ძალიან დიდი ხანი რა ეხა პირველად თუ მოისმენს დედაჩემი ალბათ გააფრენს რომ რატო არ მითხარი და რაღაც მაგრამ ნუ ვერ ვეტყოდი ვერავის ამას დაახლოებით მომიწია 10 დღე ამ რეჟიმში ყოფნა ვისაერთადაც მეძინა ოთახში გოგოები რომლებიც იდეაში მანამდე ჩემი მეგობრები იყვნენ ხმას არ მცემდნენ იყოს ქირქილი შორიდან რომ გესმის რომ შენზე ლაპარაკობენ შენზე იცინიან ვიყავი სრულიად მარტო რაღაცა აბანო იყო ქვემოთ სადაც ეს რაღაც გოგიზდის აბანოები რო არის რაღაცა ეგეთი იყო რა სადაც გოგოები იდეაში ერთად უნდა წასულიყვნენ და ებანაოთ და მე არ მქონდა უფლება რომ მათთან ერთად წასულიყავი და მარტოს მიწევდა ამის კეთება სასადილოში სადაც ძალიან გრძელი მაგიდები და სკამებია იქ არ მსვავდნენ და ან მასწავლებლებთან ერთად ვიჯექი და ნუ პრინციპში მასწავლებელი ცოტა ხომ უნდა მიხვდეს რომ რაღაცაშია საქმე, მაგრამ აი არ ვიცი, რაზე ფიქრობდნენ და იმდენად სტრესული იყო, იმდენად მძიმე იყო ჩემთვის ეგ, ანუ აი ეს იყო საშინელი გამოცდილება და თან თხოვდი ყველას რომ დამელაპარაკეთ და რა მოხდა და ანუ არავისგან არ მქონდა პასუხი. და ღამე ვიძინებდი ტირილით, ვიღვიძებდი ტირილით, თან ეს ტირილიც არ მინდოდა მათთვის მეჩვენებინა, იმიტომ რომ უფრო რაღაცა და ანუ ეს ტირილიც ჩუმად ხდებოდა. მე მახსოვს რომ რაღაც ფეხბურთის ჩემპიონატი და მე ძალიან მიყვარდა ფეხბურთის თამაში. აი ძალიან, ოღონდ ხშირად არ მქონდა ამის საშუალება, იმიტომ რომ ხა ჩვენ ბავშვობაში თან გოგო ხარ იყოს რაღაცა სულ. მაგრამ მგონია რომ გოგოს არ უხდება ეგეთი სპორტი და არ დამგონია რომ გამომდიოდა თან კარგად და ისეთი ჩემპიონატი ანუ სულ ეწყობოდა ხოლმე რაღაცა ის ბიჭების ფეხბურთის ჩემპიონატი და პირველად მოხდა ისე რომ გადაწყდა რომ გოგოებიც ითამაშებენ ფეხბურთს და ამ ბიჭმა თქვა რომ თუ თეონა ითამაშებს ფეხბურთს ამ ჩემპიონატში მაშინ მე არ ვითამაშებ და მაშინ ყველამ თქვა რომ მაშინ თუ ეს არ ითამაშებს მაშინ რა თქმა უნდა თეონა არ ითამაშებს ყველამ ითამაშა ფეხბურთი და მე მასწავლებლებთან ერთად ვიყავი მაყურებელი ძალიან ძიმეა, ძალიან რთულია მსგავსი გამოცდილება და ეხლა უბრალოდ აი იცი რაზე მწყდება გული რომ ეხლა კი არ მივტირი რაღაც იმ ჩემ თავს არაუშავს რა აი ყველაფერი ხდება იმისთვის რომ მე რაღაცა დიდ ძალას გაძლევს ეს ყველაფერი მაგრამ აი სადღაც რო წარმოვიდგენ რომ აი ვიღაც ბავშვს სულ ერთიავის აი გულწრფელად რა აი უცხო ბავშვსაც ვინმე ცუდად ექცევა და ის ბავშვი ვერ ამბობს აი მაგაზე ფიქრობ ეხლა მეტირება ძალიან მინდა რომ და
დამარებით თავი. კაი, მოდი შევსვა. ძალიან მინდა რომ ყველა ბავშვი იყოს კარგად რა. აი ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ეხლა და ძალიან კაი მაკიაჟი, მაგრამ ხო. ყველა ბავშვი უნდა იყოს კარგად, აი ყველანაირად ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ვამბობ და ეს ყველაფერი მე ძალიან ცუდად მოქმედებს ზოგადად. სხვათა შორის ერთ ამ ამბავს მივაბავ რა. მე ახლა გავიდა დრო, მე რა თქმა უნდა სკოლიდან გადავედი, კიდე რაღაცა სხვა მიზეზების გამოც. შევედი ახალ სკოლაში, სადაც ასევე ძალიან ცუდად დამხვდნენ ბავშვები. ეგრევე გავიგე რაღაცა ჩემ წონასთან დაკავშირებით კომენტარები, რაღაცა ცოტა რას გავს და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად მიჩვეული ვიყავი ამას, რომ დიდად რეაქცია არ მქონია. და მე სადღაც ერთხელ აი არ ვიცი რა მოხდა, რაღაცა ვიხუმრე, ამაზე გაეცინათ და მე რო გაეცინათ, ცოტა გული მომეცა ეთყობა და მე ნელა გავიხსენი და მე აი პირიქით რაღაცა ცოტა სუპერსტარი. ხო, აი უფრო ის გავიჩითე რა, კლასშიც და მე უკვე თეატრალშიც რო ჩავაბარე, რაღაცა უკვე კარგად ვიყავი. იმ ამბიდან დიდი ხანი იყო გასული, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჭამა სამწუხაროდ და ბევრს უყვარს. ძალიან მეც, რას კი სამწუხაროდ? არა, სამწუხაროდ, იმიტომ რომ სულ ამასთან რაღაცა გამკლავება მიწევს და ესეთ რაღაცა აღმოჩენა გავაკეთე საკუთარ თავში, რომ მარტო როცა ვარ, ანუ ჭამა არ მიყვარდა რა, რაღაც მასევდიანებდა ეგ რაღაცნაირად, ჩემი თავი მეწოდებოდა. და ქუჩაში ძალიან სადღაც აი ვიღაცა კაფეში მარტო რო დავინახავდი და მარტო რო ჭამს, აი ისე მეწოდებოდა, რომ აი მინდოდა რომ შევსულიყო თავმჯდარი იქ და მეთქი, რატომ ჭირს და მე სხვათა შორის ჩემ მეგობარს მოუყევი, მანავში ვიყავი კახა-კიწურაშვილთან და კახას მოუყევი ეს ამბავი. იქიდან უცებ აი მე თვითონ ველაპარაკში აღმოვაჩინე რომ ეტყობა იქ მარტო რომ მიწევდა ხოლმე ჭამა, ანუ ის სევდიანი ამბავი ისე ჩამყვა რომ მე მარტო ჭამა მე თვითონაც მასევდიანებდა რა და მანამდე ვერ მივხვდი მაგას, მაგრამ აი ეს რომ მოუყევი და ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ თავში რაღაცას აღმოაჩენ რა. სვამდი ეტყობა და რა კახას ღვინოს სვამდა და აღმოაჩენინა ეს. კი, ხო და უცებ ეს აღმოჩენა გავაკეთეთ და ერთად რაღაცა ესე ლაპარაკში რა მაგიტომ ჭირს და მაგის მერე სამწუხაროდ მარტო ჭამაც მისორდება. ჩემასე ძალიან კარგი არის. აღარ მწყინს. და აი ძალიან კარგი არის რომ იმაზე ვსაუბრობთ რა უნარები გვაქვს რაღაცების გამკვლევაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კიდე ესეთი თამაში მოფიქრებული, გოგოების ოლიმპიადა. თქვათ რაში შეიძლება ახალი ოლიმპიური თამაშები, რაშიც გოგოები იქნებიან ძალიან წარმატებულები. მე მაქვს იდეა რომ ჩემი აზრით ოლიმპიური თამაში ვინ უფრო მალე მიაწვდის პაკეტს იმ გოგოს ვისაც არ აქვს. ხო, იმიტომ რომ ეგ ძალიან ისეთი რაღაცა არის რა, აი საფრიფაშოში რო შედიხარ და მე ხშირად არის ხოლმე რომ მით უმეტეს მაშინ როცა ჯერ კიდე დაულაგებელი ციკლი მქონდა, ხან სად მომდიოდა და ეს რაღაც ის არის უსიტყვო. ეს რომ გახედავ გოგოს და კი, აბა გეხმარება. შენ ყოლეჩი რამდენი მხარდაჭერა გამახსენდა ის ერთმანეთს გოგოები მაგრა უჭერენ ხარს. კი, დაურეკო, არა. ვიუზერო, არა. ეგ არის მხარდაჭერა. კი, ეგეც. თავის დაჭერაც. როგორც შენ რას ვფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე მე რაც მიქნია, ჩემი ყველა ოჯახის წევრის ის რო ვიცი, CV-ები მე გავუკეთე, რეზიუმეები, სამოტივაციო წერილები, სამსახურები მიშოვია იმდენი ხალხისთვის და პირადი ნომრები ყველას ვიცი, რომ აი ეგ მგონია რა, ბიზნესად უნდა ვაქციოთ. რეზიუმეების გამკეთებლობა. ხარდაჭერა სამოტივაციო წერილის დაწერაში. ხო. იმიტომ რომ გოგოები ძალიან მხარდამჭერები არიან. ძალიან. ემპათია და სოლიდარობა მგონია რომ ჩვენ უფრო გვაქვს. და სხვათა შორის თქვენ დღეს ისეთი თემა გაქვთ, რომ მაგაზე ვიტყვი ერთ საინტერესო საიდუმლოს გაგანდობთ თუ გაინტერესებთ ჩემზე. აი მე ხო ვარ რაღაცა აი უფრო ეს არის, აი ხა ესე რო გითხრათ რომ ჩამოყალიბებული სტილი მაქვს თქო, არა, იმიტომ რომ ხან 20 კილოთი მეტი ვარ, ხან 20 კილოთი ნაკლები და რაღაცა ცოტა ესე. ხო და ანუ ესე არ მაქვს რა, მაგრამ ბევრი რაღაცა კომპლექსები მაქვს სამწუხაროდ ამ რაღაცა ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით და ეს არ უნდა მქონდეს, ოღონდ არანაირად არ ვეთანხმები ამას, რომ ეს მაქვს რა, უბრალოდ რაღაცა მუშაობ ჩემ თავზე, რომ ეს აღარ მქონდეს. იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩემ რაღაცა ზედმეტ კილოგრამებს ვერავინ ვერ ხედავს მაგას ესე როგორც მე ვუყურებ ჩემ თავს რეალურად და ძალიან ანუ მე რო ვიყო ისეთ ფორმაში როგორშიც მინდა რომ ვიყო აუცილებლად ყველაფერი მეცმეოდა ვარდისფერი
ბრჭყვია გლითერებიანი, აი რაღაცა ერთხელ ვნახე ბარბის თეთრი ბოტასები რომელიღაცა მაღაზიაში რა, დიდ პლატფორმაზე. ნუ აი ეხლა მე რო ჩავიცოთ ძალიან სასაცილო იქნება, იმიტომ რომ რაღაცა ვერ რა, მაგრამ აი შინაგანად აი ეს ზუსტად ეგრე უნდა გეცვა შინაგანად ხო. იცი რა, ეხლა ძალიან საინტერესო რაღაც ახსენე ფეხბურთის თამაშთან დაკავშირებით და მაგასაც მინდოდა რაღაცა გვეთქვა, რომ თქვათ აი სტერეოტიპული შეხედულებები, რაც კი მოგვისმენია ყველაზე ისე ტოპს რომელი ჩვენგან იტყვის. როგორ ყველაზე რომ თქვათ აი შენი იყო, შეიძლება შენთვის ვთქვამთ, რომ რაღაცა გოგო ხარ და რა ფეხბურთის თამაში გოგოს არ უხდება ან რაღაც ეგეთი რა. შენთვის რა ვთქვამთ ეგეთი ძალიან რაც თუდად ჩამჩა. მაგაზე ვიფიქრე სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან მწყიდა ხოლმე სკოლაში, აი კარგად ვსწავლობდი და თან სხვებს უწერდი და ვაწერნებდი დავალებებს გოგო. და ეგ მაინც ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კაი ქულებით დავამთავრე და მათემატიკაშიც და უნარებიც მაღალი ავიღე, სულ ამბობდნენ, რომ აი ბიჭები ვინც არიან ნიჭიერები. მომაძლებული აქვთ ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები და გოგოებიო ზუბრიაჭკებიო, ანუ დაზეპირებული აქო და ანუ თუ გამოცდაზე გავედი, მანამდეც მთელი წელი მევაწერინებდი დავალებებს. ქულებიც უფრო მეტი ავიღე ვიდრე ამ ბიჭებმა, რატომ არ ვითვლები ნიჭიერად? ანუ რატომ ზუბრიაჭკას რატომ ეძახიან? მა შეიძლება ეგ რისი ბრალია, იცი? ეგ შენი ბრალი კი არ არის და ანუ ზოგადად ადრე მასწავლებლებს, ქალ მასწავლებლებს და ეხლაც ახასიათებთ ძველ თაობაში ვიღაცებს იმდენად აქვთ ეს რაღაცა კაცის ნაკლებობა ორგანიზმში. მართლა გეუბნები. უფრო უყვართ ეს. ბევრს ეხა ყველასზე არ ვამბობ ღმერთმა დაგვიფაროს რა. აი ხო იცი აი ბიჭი რო ცუდად მოიქცეო და ცოტა არაუშავდა და აბა გოგოს რამე და ანუ გოგოებთან უფრო მკაცრები იყვნენ და აი ბიჭებს ეტენებოდნენ. ეგ რა საშინელება, ეგ მაგათი ბრალია, ანუ რანაირი ცხოვრება აქვს გამოვლილი ახლა წარმოიდგინე რა, ცოდოა ახლა ეგეთი ხალი, ვინც ეგეთ სისულელეს იტყვის, რას ქვია, კაცი ნიჭიერია და ნიჭიერი მაგაზანოს და გოგო სუბრიაჭკაა და არა, ისე ზოგადად ეგ ხშირად ხდება ხოლმე კაცის ტვინის და ქალის ტვინის შედარება და თითქოს იმათი გაბდოგჭამეს. არა, კაცის ტვინის და ქალის ტვინის შედარება ხდება ხოლმე. არის ახლა რაღაცეები მართლა რომ შეიძლება, ანუ კაცებს უფრო უკეთ გამოცდიოდეთ რა. არის რაღაცეები არის რაღაცები რაც ქალებს უფრო კარგად გამოსდით ყველა ბევრი რაღაცის ერთდროულად კეთება. ხო, თიკო მაგასაც. აი ძალიან გვაქვს ძალიან. კი და ჩვენ ქალები ხო ცოტა გვიან განვითარდეთ, მაგას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ანუ გვიან განვითარდით იმ ფაქტით, რომ ბევრი რაღაც უფლება არ ქონდა. ხო, რა თქმა უნდა და ეხა რა ვიცი რა გვაცადეთ რა. ზუსტად. მე მქონდა ესეთი რაღაც, რომ მე სტუდენტობის დროს სახლში ძალიან გვიან მოვდიოდი ხოლმე რა და ბებიაჩემი სულ მაგაზე მეჩხუბებოდა, რომ გოგო ხარ და შენი სახლში მოსვლა ესე გვიან არ შეიძლება და ოღონდ იმიტომ რომ თქვა ჩემი მეზობლები დაინახავდნენ რომ მე გვიან მოვდივარ და მე ვერ გავთხოვდები. ანუ ეხლა ვფიქრობდი რომ შეიძლება პრობლემა ის არის რომ აი ვთქვა რომ მოვდიხარ სახლში არ ვიცი შენ გაქვს თუ არა ეგ რომ მე გასაღებები მაქვს ხოლმე ესე თითებს შორის რომ ვოლვერინივით ვინმე რომ თავს დამესხას ეგრევე თვალები ანუ კი ხალხო მე ძალიან შიშარა ვარ. ანუ მაგას კი არ მეუბნებოდნენ თქვა რომ ღამეა და საშიშია და რაღაც არა რადგან სახელი რო არ გამიტყდეს მაგიტო არის შებოზო 10-ის მერე როგორ მოხდი ხო ნუ ეს ბებიაჩემი მაგრამ ჩემი მშობლები ყოველთვის ბებიაჩემი იყვნენ ერთხელ მე ჩემი საყვარელი ისტორიაა რომ ერთხელ ჩემმა მეგობარმა ანუ შეყვარებული არისო მეგობარი ბიჭი მომაცილა სახლამდე რა და ესე რომ დავიმშვიდობეთ ერთმანეთს ჩავეხუტეთ რა და რა მოვედი სახლში აუ ბებიაჩემი კაპლებს სვამს რომ სადარბაზოში ვიღაცას როგორ ჩაეხუტე და მეზობლებმა დაგინახეს და რაღაცა და მოვა ეხა მამა შენი და რაღაცა ისე და მოვიდა მამაჩემი და ნახა ეხა ბებიაჩემი ტრაულში რა და მე მამაჩემი მოვიდა ჩემს საწოლთან და აუ მეთქი ხა რაღაცას მეტყვის და ესე მონება რომ ნინიკო არიციო ბებია შენი სამბავი ცოტა შორს ჩაეხუტე ამიჯა ძალიან ისეთი მხარდამჭერი მამა მყავდა ისე გავს აი ბავშვები ჩვენი რომ აი ხან-ხან მეცოდება ყველა მთელი საქალეთი ეს ოლიმპიადაზე ეხა მოვიფიქრე კაი კითხვა მეც მაგიტო ისე 10-ში ხო 10-ზე ხო სახში უნდა იყო მაქსიმუმ და თან ხო უნდა ის გეცვას ანაფორა ხო და ან პაიმანზე ან ოპენეარზე ან სადღაც რომ გავიპარებოდი რაც უფრო ჩქარა აი ეგ იქნებოდა ოლიმპიური სპორტი რა ძალიან ჩქარა გვერდითა სადარბაზოში უნდა გამოგეცვალა ეს ანაფორა და ჩაგეცვა რაღაცა ჰოტი ვაიმე აი მე საერთოდ არ მქონია რაღაცა ამ მსგავსი არაფერი, იმიტომ რომ არასოდეს არ მქონია ამაზე პრობლემა, რომელსაც ანუ თავარი იყო, ეხლა ნუ მკითხულობდა რომ სად მიდიხარ და რაღაცა რა და მეუბნებოდი რომ აი აქ ვარ და ის რომ სახში მალე მოდი და
ან ჩაცმეთ ახლა მე მაინც ანაფორა მინდოდა ჩემი სურვილით რა ჩა ოღონდ ვარდისფერი იყო. ბარბის არა ანაფორა ძალიან ჩემი იყო რა ეხა ეს ელოდება პატარა ბიჭს მაგრამ მე როგორც ვიცი უნდა და მე პატარას გოგო დიდ ბიჭს ხო ჩემ ქმარსაც ისე უნდა და ხო ძალიან დიდი პრობლემა არის სულ ერთი იყო ხალხო ხო სულ ერთი იყო ანუ შენ შედიხარ ესე იგი ესეთი სტატისტიკა გამოგვიგზავნა გაერომ რომ კითხვები დაუსვეს ადამიანებს თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია რა სქესი აჯობებს რომ იყოს ეს ბავშვი 2010 წელს 44% ამბობდა რომ სულ ერთია მათთვის ეხა 2019 წელს 57%-ში შედიხარ შენ ეხა და კიდე არის გამოკითხვა ზოგი ძახის ბიჭს ზოგი ძახის გოგოს შენი აზრით 2010 წელს რამდენ პროცენტს ერჩივნა რომ თუ ოჯახში ერთი შვილი ეყოლებოდა და ეს შვილი ყოფილიყო ბიჭი ჩემი აზრით 2010 წელს როცა მე ვიყავი 17 წლის ეხლა 32 ვარ არ იყო საქმე კარგად ამ ხრივ და რამდენი პროცენტი უნდა ვთქვა რამდენი პროცენტი იტყოდა ჩემი აზრით რომ ბიჭი უნდა და ბიჭი უნდა და არა გოგო ხო 70 ვაიმე არა უკეთესი შედეგი იყო 46 ხო ვაიმე რა კაია გამიხარდა და ეხლა 31 ამბობს მაგას მარტო მაგრამ ერთ რაღაცაში არის გაუარესებული მდგომარეობა ხო თქვათ კაცი ისევე უნდა იყოს ჩართული საშინაო საქმეებში როგორც ქალი ამ მოსაზრებას გამოკითხულთა რამდენი პროცენტი ეთანხმებოდა 2019 წელს ოღონ ქალების შენ ისე მეკითხები უკვე რომ მგონია რომ ძალიან ცუდი შედეგია და 2019 წელს რამდენი პროცენტმა თქვა რომ კაცი ისევე უნდა იყოს ჩართული სახლის საქმეში როგორც ქალი ალბათ აი 45-მა 76-მა მართლა კაია ვაფსად გავუარესდა 2024 წელს მაგაზე 75% სადღაც საწავია ვინ გადააფიქრებინა იმ 1%-ს ემიგრაციაში ხო შეიძლება და კაცებიდან 79 ამბობდა მაგას და 72 ამბობს ახლა ისე რო გითხრან რომ აი ბიჭზე რომ აი 10-დან 10-ია მაგრამ შენ რო საჭმელს გააკეთებ ჭურჭლის დარეცხვა ეზარება ხო რამდენ ქულას მიცემ მოდი ესე დავაყენოთ საკითხი ჭურჭლის რეცხვაზე კონკრეტულად ჭურჭლის რეცხვაზე ჭურჭლის რეცხვა არის ერთადერთი საქმე რაც არ მეზარება აი სხვაზე თუ დამისვა შეკითხვას რა აი ამ ჩართულობა თავზე წყლის დასხმა ერთი რამე ავირჩიოთ არა ტანსაცმლის გაუთავება ორივეს გვეზიზღება ანუ არავის ორივე მისაღები ხო და მაგალითად მე არასდროს ანუ ნახე რაღაცები არის რაც მე მაგალითად ჭურჭლის რეცვა არ მეზარება ეს შეთანხმებაზეა ეს თვალებში რომ ჩახედავ შესაყვარებ მამაკაც მიხვდები ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხო ანუ მე არ მეზარება ჭურჭლის რეცვა და ჯინაზე არ გავარეცხინებ ჭურჭელს და მე ძალიან მეზიზღება სარეცხვის გაფენა და ისე კარგად ფენს ეს ჩემი მეორე ნახევარი ამ სარეცხს აი რომ მე გაუთავებაც არ ჭირდება კაი 10-დან 10-ია და გაიძულებს რომ ყველა პაროლი უთხრა შენი Facebook-ის და Instagram-ის. ძალიან ცუდია ეგეთი ცხოვრება. და აი რატო უნდა იცოდეს? იგი გაინტერესებს, ხო? ანუ და რატო გაინტერესებს? ესე იგი არენდობი და თუ ეგრე ეჭვიანობ. და პაროლი იცი, აი რაღაცა ძალიან სიგიჟეში მიათრევ შენ თავს და მაგრამ ზოგიერთ ადამიანმა არ იცის რომ შეიძლება ეგ პრობლემა არის. ანუ რომ რაღაცა შეიძლება ესეჭვები და ის ნორმალური გონიათ. კი, ძალიან ცუდია, მაგრამ მე მგონია სადღაც აღმოაჩენს ადამიანი, რომ ეგ პრობლემაა. რა ზოგადად ეჭვიანობა ძალიან ცუდი რაღაც მგონია. ქალის შემთხვევაშიც, კაცის შემთხვევაშიც. ეს ხო, არავინ არ არის, არავის საკუთრება. ვინიკო, ნინიკო, 10-დან 10-ია, მაგრამ ჩვენს გადაცემაში არ მოდის. რამდენ ქულას მიცემ? არ ვიცი, მოდი მოვიდეს კივიკო ჩვენ გადაცემაში და თავისით თქვას რა და ქულას მიიღებს. 10-დან 10-ია, მაგრამ მარტო ბიჭიშვილი უნდა. აი რა. ანუ ეგეთი კაცი ვისაც მარტო ბიჭიშვილი უნდა. ზუსტად ეგრე ლაპარაკობენ. აი, რას მეუბნები ანუ. ნოლის თქვენი აზრით აი მაგას ვსაუბრობ. კაცმა აუცილებლად უნდა იცოდეს მეუღლის ან პარტნიორის მობილურის და სოციალური ქსელების პაროლები. რამდენი გამოკითხულის რამდენი პროცენტი ეთანხმება ამ წინადადებას? ალბათ ცოტა ეთანხმება. იმეთი მაქვს.
1.30%. ძალიან ახლოს ხარ 39%. თან აი ნახე როგორ არის საკითხი დასმული, რომ აი ერთმანეთის კი არა. კაცმა უნდა ისე. კაცმა უნდა იცოდეს ქალის. და რატო? ანუ ქალი უფრო საშიშია? დარწმუნებული ვარ, რომ ჯობია, რომ მარტო იცხოვრო, იყო თავისუფლად და შენი თავი ბევრად უფრო გეყვარება, ვიდრე ეგეთი კაცი ყავდეს გვერდით, ვიზეც ან ეჭვიანო, ან ნერვი, ანუ თუ სანერვიულოდ ყო, ისეც, ანუ ხალხო. 1000 სანერვიულოდ. ისეც ამდენი რაღაც არის მართლა ასატანი და აი ხა კიდე ეს კაცი, თუ კაცი როგორ ვამბობ, ეს კაცი თუ განერვიულებს, თუ დისკომფორტს გიქმნის, ნუ იგივეა პირიქითაც რა თქმა უნდა. აი რატო გაუშვი იბედნიერე ხალო აი ამ მოწოდებით თუ შეიძლება იყავით ბედნიერები გოგოებო იმაში რა იყავი არ ხარ ბედნიერი იყავ just be ყველა გოგოს მიულოცავ დღევანდელ დღეს დიდი მადლობა გაეროს რომ ეს დღე დააწესა და მოგაწყვეტა ეს ინფორმაციები რაზეც შეგვეძლო რომ გვესაუბრა და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ გოგოები იყვნენ დამოუკიდებლები დავდაჯერებულები ყავდეთ მეგობრები ან თუ არ ყავთ მეგობრები აი თეონა იქნება მაგალითად იმის რომ მე ვიქნები თქვენი მეგობარი ის იქნება თქვენი მეგობარი გილოცავთ ყველა გოგოს და შეიყვარეთ თქვენი გოგო შვილებიც ძალიან მნიშვნელოვანია და საჩუქრებსაც თუ აჩუქებთ დღეს რადგან გოგოები არიან კარგი მე მინდა რომ იყავით ბედნიერები და ლაღები გოგოებო და შეირგით ყველაფერი ბოლომდე კი საჩუქრებიც კარგია მაგრამ აი წერილი ჩახუტება აი ყველაფერი ეგეთი ძალიან იმილიც კი გამხნევება ქალი რომ ცინის ან მეუბნება კომპლიმენტს ისე მიხარია კაცი გამახარებს ვერასდროს ვერასდროს რასა ვიღაცა როგორც ძალიან ლამაზები ხართ გოგოებო შენ ძალიან ლამაზი ხარ და ჩვენი ოცნების სტუმარი რო ხარ და მოხვედი მადლობა იცით რაშია თქვენი ისა რა ქვია ხიბლი მთავარი აი რო გიყურებდით ახლა თან ჯესეთი პირველი რაც მინდა რომ შეგაქოთ მართლა უსმენთ ერთმანეთს ეს ამისი დეფიციტია ქართულ ტელესვირცეში უსმენთ ერთმანეთს აცდით ყოფრებს და გიტყობთ რომ ერთმანეთი გიყვართ აი მაგაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის რა იმიტომ რომ ხო ანუ კარგი გადაცემა რო გააკეთოთ ძალიან უნდა გიყვარდეს და უგებდე შენ თანაწამოს და ესე უნდა ერთმანეთის თუ არ შეგნებებით ხო ოკეი და მე უპასუხე ეს ამოთხეში თქო მე ვარ თეონა ლეჟავა და მიუხედავად იმისა რომ სიტყვა დაქალი არ მიყვარს მაინც დღეს უნდა ვთქვა რომ ვრჩები დაქალთან რადგან აქ ვარ მაგრამ სინამდვილეში მივდივარ ძალიან კარგ ადგილას მივდივარ ჩემი დის ბარბარეს სანახავად რომელსაც შევპირდი რომ სადაც გინდა იქ წაგიყვან თქო და მიხარია რომ ასეთ დღეს გოგოების დღეს ყველაზე მაგარ გოგოს უნდა შევხვდე ძალიან მაგარია გილოცავ ბარბარა დღევანდელ დღეს და მეორედაც მყავს ლილიკოშის სარდოჯაკრობდე ლილიკოს და ბარბარის მილოცავთ და დღევანდელ დღეს და შევხვდებით შემდეგ გადაცემაში დიდი მადლობა რომ გიყურეთ მადლობა